სოფელი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშე ილმაზლოს მოსახლეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე წლებია პრობლემის მოგვარება სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. სოფელში მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მოსახლეობამ დღეს პრობლემის მოგვარების მიზნით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა და იმ შემთხვევაში თუ კი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ადგილობრივების მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ. მარნეულის მერის შენობასთან აანონსებენ, რას პასუხობენ ილმაზლოს მცხოვრებლების პრეტენზიებს მარნეულის მერიაში. ნახეთ ნათია შაფათავას და დავით ბადაგაძის სიუჟეტი. თავარი პრობლემა, რაც სოფელ ილმაზლოს მცხოვრებლებს აწუხებთ, სოფელში ბუნებრივი აირის არარსებობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია სოფლის გაზიფიცირებას ითხოვენ, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მათი თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთარში მძიმდება. მოსახლეობა შეშის ღუმელებით თბება, თუმცა ხშირად სამერქნე მასალის მოძიებაც უჭირთ. პრობლემა გაზია, მარცხენა მარჯვენა მხარეს ყველა სოფლებში არის გაზი. მარტო ჩვენ ვართ დატოვებული. არჩევნების დროს ვინც მოდიან, ყველანი ყველაფერს პირდებიან. მაგრამ არჩევნებს მერე ყველა იკარგებიან. შეშაზე ვარ დამოკიდებული. შეშას როცა მოაქვს ხალხი. მოპარვას იძახიან და მოპარვის გულისთვის სვავენ ციხებში. შეშის გულისთვის. 20-25 წლის წინ გაგეცდა გზა. იმის მერე სულ არის აი ესეთ დღეში როგორც ხედავთ. სარწყავი წყალი არ გვაქვს, სასმელი წყალიც გრაფიკით მოგვეწოდება, გზა საშინელ მდგომარეობაშია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივი აირი არ გვაქვს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მარტო არჩევნებისთვის ვახსენდებით. გვირდებიან დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. რთული ვითარებაა ილმაზლოს საჯარო სკოლაში. შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟებულია, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში ბუნებრივი აირი არ არის, მოსწავლეები ზამთარში შეშის ღუმელებით თბებიან. არის შემთხვევები, როდესაც სკოლაში სასწავლო პროცესი სჩერდება და ამის გამო მოსწავლეების დიდი ნაწილი სხვა სოფლის სასწავლო დაწესებულებაში აგრძელებს სწავლას. რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ. თქვენი თვალით ნახეთ, სკოლაში არის გათბობის სისტემები, მაგრამ ბუნებრივი აირი არ გვაქვს და შეშის ღუმელებით თბებით. შეშა ძვირია და ხშირად ვერ ვყიდულობთ, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩერდება. ბავშვები ცოდოები არიან სიცივეში. გაზიფიცირება ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ილმაზლოს მცხოვრებლებს აწუხებთ. სოფელში გაუმართავი და მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მოსახლეობა ამბობს, რომ გზებს სოფელში ათეულობით წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. წვიმიან დღეებში მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა უჭირთ. მოსახლეობას არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალიც. მაშინ, როცა სოფლის მცხოვრებლების ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა, სარწყავი წყლის არარსებობის გამო მოსავლის აღებას თითქმის ვერ ახერხებენ. ფერმერების ნაწილი კი სარწყავ წყალს ცისტერნებით ყიდულობს. მოსახლეობამ პრობლემების გადაჭრის მიზნით მარნეულის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა მათი მხრიდან საკითხის გადაჭრისთვის არაფერი გაკეთებულა. არავინ ფიქრობს ჩვენზე, რომ სოფელს გაზი და სარწყავი წყალი ჭირდება, არავინ მოდის, არავინ ინტერესდება. წლებია უკვე დახმარებას გვპირდებიან. ადრე გვეხმარებოდნენ სარწყავი წყლითაც და ტექნიკითაც, ახლა კი აღარავის ვახსოვართ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ჩვენი პრობლემებით არ დაინტერესდება, აქციებს მუნიციპალიტეტის შენობასთან გავაგრძელებთ. გაზი არ აქვს გაკეთებული. მეორე სოფელში, იქიდან კეშალოში არის, კაფანახჭიში არის, ქოსალოში არის, მაგრამ ჩვენ სოფელში აგე გაზის ხაზი მიდის იქიდან მხარეს ტრასაზე, გვერდიდან მიდის, მაგრამ ჩვენ სოფელში არ აკეთებენ. დასალევის ცხალი არ, მაგრამ პალევნოვის ცხალი აღარ არის. გულით ვხიდლობ. ერთი პატარა არანჟერი 15 ლარი არის. რატომ არ ხდება სოფელ ილმაზლოს მცხოვრებლების საჭიროებების დაკმაყოფილება? როგორც დღეს ქრონიკას მარნეულის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობამ გაზიფიცირების მოთხოვნით მერიას წერილობით უნდა მიმართოს. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, სამსახურის ხელმძღვანელის ლერი ფანგანის თქმით, გზები ილმაზლოში მას შემდეგ გაკეთდება, რაც სასმელი წყლის სისტემა მოწესრიგდება. მისივე განცხადებით, თუ იმსჯელებთ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა კიდევ რამდენიმე წლით გადაიწევს, რადგან ლერი ფანგანის თქმით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ილმაზლოში 2021 წლის გეგმაში არის გაწერილი. სარწყავი წყლის პრობლემებზე კი მარნეულის მერია პასუხისმგებლობას იცილებს. ლერი ფანგანის თქმით, სარწყავი წყლით სოფლის უზრუნველყოფა საქართველოს მელიორაციის პრეროგატივაა. მელიორაციაში კი განმარტავენ, რომ ილმაზლოში სარწყავი ქსელები მოშლილია და ახალი სისტემის მოწყობა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. მათ იყო ადრე კომუნისტების პერიოდში სატომბო სადგური და იმ სატომბო სადგურით ხდებოდა მოწყვა მაგ ტერიტორიის. შემდეგ რომ მოიშალეს მექანიკური სარწყავის სისტემა, ხალხმა დაიწყო თავისი საკუთარი ძალებით გაკეთება პატარ-პატარა სატომბო სადგურების დინარე მტკვრიდან. ასე რომ მე ილმაზლოში თვითინების სარწყავის სისტემით ვერანაირს ვერაფერს ვერ მოხდა. მაქსიმუმის მაცხოვრებელმა უნდა დაწერონ განცხადება იმის თაობაზე, რომ ან პატარა სატომბო სადგური
ააშენონ. ან გაარემონტონ ძველი სათუმო სადგური, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და ყალი მიიღონ ჩვეულებრივად. გექრის მოწყვა იქნება ძალიან ძვირი, მაგრამ ალბათ იქნება 170 ან 150 ლარი ეს. ჩვენ 2019 წლებში უკვე დაგეგმილი გვაქვს მთლიანად მაგზონის კაპანახის ტერიტორიული ერთეულია სოფელი ილმაზლოს, ალგეთის ტერიტორიული ერთეული და კაპანახის და კუთლიარის უნდა გავაკეთოთ ახალი სასმენწყლის მთლიანი სისტემების მშენებლობა. თავის ჭაბურღილებით, თავისი გადამკაჩით, თავისი მაგისტრალი. და შემდგომ ექნებათ ალბათ 24 საათიანი მომარაგება. როდესაც უკვე წყლებს მოვრჩებით სასმენწყალს, მე როგორც მახსოვს 19-21 წლების სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს მაგის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. თუკი მარნეულის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მარნეულის მცხოვრებლების პრეტენზიებთან დაკავშირებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, ილმაზლოელებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარების ვადები კიდევ რამდენიმე წლით გაიწელება. მოსახლეობა კი ყოფა ცხოვრებისთვის აუცილებელი პირველადი საკითხების მოწესრიგებას დაუყოვნებლივ ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადგილობრივები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.